თავი მეხუთე. დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა. ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია ცათასასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებული იქნებიან. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ღვთისძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილს ზალა გამოეცალა, რიღათი დამარილდეს. ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. თქვენ ხართ წუთი სოფლის ნათელი. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელ ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაევლის, არც ერთი იოტა ან და არც ერთი წერტილი არ გადაევლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ის იასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათასასუფეველში. ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათასასუფეველში. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათასასუფეველში. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის, არ აკლა, ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ, ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. ამიტომ თუ მიიტან შენ ზღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენ ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ზღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენ ძმას შეურიგდი. შემდეგ მოდი და შესწირე შენი ზღვენი. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასნელ კოდრატს არ გადაიხდი. გსმენიათ, რომ თქმულა არ იმრუშა. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულის თქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. ასევე ნათქვამია, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის, არ დაიფიცოთ ყულად, არამედ შეასრულეს შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ, სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა სადგამია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერით მის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა ჰო, ჰო, არა, არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.
თქვენ გსმენიათ რომ თქმულა თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ. მე კი გეუბნებით თქვენ, წინ უაღუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, 60-ელიც თან გაატანე მას. ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს, მიეცი, ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. თქვენ გსმენიათ რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით, გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განამებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენ ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განაწარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.